საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას და ფსიქოტროპულ ნივთიერებას, რაც სატვირთო ავტომანქანაზე მიმაგრებულ სახანძრო ყუთში არსებულ ცეცხლმაგრში მოათავსა. 25 ოქტომბერს ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები აზერბაიჯანის სახელმწიფოში ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით სასაზღვრო გამშვები პუნქტი ბათუმის პორტის გავლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. სამართალდამცველებმა ბათუმის პორტის ტერიტორიაზე ჩატარებული სატვირთო ავტომანქანის შრეკის შედეგად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: კოკაინი, MDMA, LSD, კლეფედრონი და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინი. დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახე და ზომად 20 წლამდიან უადო თავისუფლების აკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატივნება შეუფარდა.